და იქნებ უბრალოდ სახში გეპატიჟებოდა რადგან ქნებადაზე ვიყო დამოკიდებული მე? ქნებად მე ზოგადად ახსნი ბიჭი ვარ. წერილი მოგივი დაყარო. უი. გიორგის ქონია one night stand-ი. არ დაიწყო. არ ვინიბნე. არ გაგისწორებ. ან ბევრი ზაუმატიჟი ვარ სახში და რაღაც. იყვარს მარმალადი. რო გაიზდები შეც მოგეწონება. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა, ძალკე მივესალმები ადამიანებს, რომლებიც რაიმეს მიირთმევთ, გაამოთ და მე ისევ ვიმყოფები სოულაკი ვარში და ვცდილობ დავაწყვილო ხავს. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან გიორგი და ლიკა. მოგესალმებით გიორგი. გამარჯობა. ლიკა. როგორ ახართ აბა, რა შვებით, რა საქმიანობთ, ვინ ახართ, რატო ხართ და ასე შემდეგ. გოგო ზაუთმობ. მადლობა. რას საქმიანობ, ვინ ვარ? ლიკა ვარ. პროფესიით ბარმენი. 3 წელი ბარის სფეროში ვიმუშაობ, მაგრამ რამდენიმე თვე რაც წამოვედი. ვისწავლე დისპეჩინგი, გავიარე დისპეჩინგის კურსი. რო განვავრცობთ. აი მანქანების გადაზიდვა ამერიკაში. მაინტერესებს. ხო. კი, რატო არა? ხო, საინტერესოა, მანქანები, იმიტომ რომ კი. ხელფასი საკმაოდ. ხო, ამ მანქანები ჩამოყავს? არა, აი მაგალითად ტრეილერი ყავს ამერიკაში ცხოვრობ და მე დამასაკმო. დაგასაქმო. კი. ამერიკაში რა ცხოვრობ შენ? ამერიკაში. ამერიკაში. მეთქი. დიახ. ხო და მანქანები უნდა უპოვო მაგ ადამიანს შეკვეთები. ანუ ამერიკაში ვინც არის ამერიკაში ვინც არის მაგისტვის. ანუ ქართველებისთვის არ პოულო? ქართველებისთვის, ქართველი ამერიკელებისთვის. ოკეი. всё. ანუ იქ რო ჩადიან? იქ რო ჩადიან და ლიკა. ანუ ლიკა რამე კაი შეკვეთა მიშოვა. ოკეი. დიახ. ანუ ახლა მაგ სფეროში მუშაობ. ჯერჯერობით არა. ჯერჯერ. ანუ ესე დავსახე, აი მაგას ვიზამ. თეორია. კურსი გავიარე, რაც თავარია, უბრალოდ დამემთხვა და სიკაიარე. კურსი დავასრულა. როგორი ეგ მაგის კურსი რანაირია? მას სწავლეს მაგის ანუ რა გასწავლეთ გაკეთება. მაგალითად? აი პირველი გაკვეთილი როგორი? რუკის აწყობა. რუკის ამერიკის? ამერიკის რუკა კარგად უნდა იცოდა, იმიტომ რომ ზოგი ადგილი ისეთია, სადაც მანქანამ რო გაიარო, შეიძლება დააჯარიმონ. ანუ შენ გასაძლოს სად გავა და ასე შემდეგ. დიახ. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო, ნუ შემოსავლიანც. ოკეი. გიორგი ვარ, აფიციალური. აჰა. სპორტსმენი ვარ. ოჰო. და ჯერ დასაქმებული არ ვარ. ოჰო. მაგრამ ესე ვთქვათ, სპორტში ვარ რა ჯერ. რა სპორტი არის? MMA-ის. MMA? კი. და შენ ტრეილერი არ დაგჭირდება. ხო. და ნუ გადართული ვარ სულ ვარჯიშებზე ოკეი. და ამ სფეროში ვარ ჯერჯერობით. ჯერჯერობით და იმაშები გავაგზავნე კიდევ. პროფესიონალურად კი, რა თქმა უნდა. ანუ რამდენი ხანია ვარჯიშობ? 16 წლის ვიყავი რომ დავიწყე, მაგრამ 4 წლის წინ ანუ? ხო, მაგრამ ნუ რაღაც პრობლემის გამო შევეშვი, მაგრამ ისევ დავუმოდი. საიდუმლო ხო არ არის რის გამოც თუ გავატაროთ? რავი. არ დიდი არაფერი არ არის. დიდი არაფერი, просто თამაში და რა თამაში? ანუ რატო შეეშვი? ამოდროულად ვიყავი ფეხბურთელიც. და რაღაცა ესე ვთქვათ მუღამი დამეკარგა რაღაცა სიაული და მე გადავიდი ფეხბურთის მუღამი დაეკარგა თუ? არა, MMA-ზე სიაულის მუღამი დამეკარგა რაღაც სპონჯში და გადავიდი მე ფეხბურთზე. ნუ მაგამდეც ფეხბურთელი ვიყავი, მე ისევ MMA-ზე, მე ისევ ფეხბურთზე განმოვიდი და მაგრამ ეხა თლიანად MMA-ზე ვარ. ანუ ის ქონია ხოლმე ქუჩაში რომ მიდიხარ და ხესთან რაღაც ეცვა. ხესთან არა, მაგრამ მეგობრებთან კი. ბუდივის პარინგო. ანუ ეგრე სულ აკეთებ ხოლმე რა.
გიორგი აფცია. მე ვარ. ჩავუნდა. ჩემი მეგობარია, ჩემი მეგობარი. ისე ბარე მაგ ისა. მეთქი შო მიდის უკვე და. სობრჩა. აუ ვიქნები რა ცოტა ხანი რომ დაესხო. მიდი ნუ გეშ. გავგზავნოთ. ლიკა, გარდა დისპეჩინგისა, დისპეჩინგი. ანუ რასაკეთებ ხოლმე, რა შეხარჯავ დროს? თავისუფალ დრო რომ აქვს, ვუკრავ ხოლმე. DJ ვარ, ოღონდ რაზე უკრავ? ის აპარატურაზე. DJ ფანდური. ხო. უბრალოდ კლუბში და ეგეთ ადგილებში არა, ჩემთვის. ისე აი სახში? როგორც ჰობი. სახში? სახში და მეზობლების სტუდიაში. კი, მაგიტომ ვეზიწყები ძალიან ბევრ მეზობელს. დიახ. ანუ შენ თავარია შენ გაგიხარ. რომელიღაც შენ მეზობელი და ეს არის. ნახე ახლა რა ვქნა. რა ჟანრს უსმენ? ელექტრონულს ძირითადად, როკი. ნუ ხო, იმიტომ რომ მაგას ვთქნი. დისპეჩინგთან ახლოს რაც არის. როკი მიყვარს ძალიან და ბლუზი. არის ჩემ რა შორს. შენ რომელი? რეპი. Yes. ქართული. რეპი, კაი, არა, გთხოვ, რომელია გთხოვ. შენი Red ფავორიტი flag. რეპები? Red flag-ია. Red flag-ია რეპი? ქართული რეპი. ოკეი. ხო. არაფერი კაც. ეშვილება მაგას. ანუ რას უსმენ ხოლმე? ნუ ძირითადად old schools. მაგალითად? ნუ old შავი school-ში. პრინცი და ხო, ნუ კი, რა თქმა უნდა, მე-400 და კიდევ რაც. კეთილი, მოდი უცებ გაიხსენეთ თქვენი ყველაზე უიღბლო საინტერესო ან რავი, უბრალოდ ცუდი დეითი. რაც გქონიეთ. მე. მოკლედ. აბა. რაც მახსენდება, ესეთი ერთი იყო, რომ ანუ გოგო გავიცანი. კარგია უკვე. ხო, მაგრამ თავია ვინი. სოციალურ ქსელში და როცა შეხვედრაზე მივიდა საქმე და რაღაცა შევხვდით რა. სად შეხვდით? თავისუფლების მეტროს. სად? თავისუფლების მეტროს. თავისუფლების მეტროსთან. კი ბატონო. ხო და როცა ან მელოდებოდა და რო დავინახე მოიც შენ გელოდებოდა? ან შენ შენ დაინახე გაბრუნდი. ხო აბა. მელოდინი არ მიყვარს და აქეთ იმაში ვიხარ. ხო და რო დავინახე ეგრევე შევტრიალდი, მაგრამ უკვე თვითონ დამინახა რა და რატო შეტრიალდი? არ მოეწონა. ხო, რა თქმა უნდა, არ მოეწონა. მაგას არ დავმალავ. და ქალის ფოტოებია და. არა, უფრო ლამაზი იყო იმაში, რა ქვია, Instagram-ზე. ხო და მაგის გამო შეტრიალდი? შევტრიალდი, მაგრამ დამინახა თვითონ და რო დამიძახა აქ ხარ მეთქი და როგორ დაგიძახა? მასე არ დაუძახე, სახელით მომართა და თვითონ ვერ დავინახე. შენ აქ ხარ ყო მეთქი და რაღაცა და ეგრე იმასკენა ქვია და მე ერთად წახვიდით. ნუ ცოტა გავიარეთ რაღაც ასე ისი და სურვილი არ მქონდა რა, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანთან ყოფნის და სეინობის და ასე. ანუ რო გაიცანი, არ გაგიჩნდა სურვილი, რო დავინახე იქიდანვე აღარ გამიჩნდა. და ანუ ვიზუალმა მაინც გადაწონა ესე. ხო, რა თქმა უნდა. მე ანუ ზოგადად ეგ ისა დაუწერელი კანონია, რომ ვიზუალით კანონზე ხო. ხო, რა, ვიზუალით აფასებ ჯერ ადამიანს. ოკეი. ხო და როცა გავისენეთ და რაღაცა მოტრიალებას გითხრა რამე? არა. მორცხვი გოიყო ცოტა. ხო და რო გავიარე და რაღაცა ისე რაღაც იმებში ფიქრებში ვიყავ, ანუ თვითონ მელაპარაკებოდა, მაგრამ მე ფიქრებში ვიყავი, რომ მეთქი რა მოვიგონო ეხლა ისეთი, რომ თავი ავარიდო და რა მოიგონე რა. ძმაკაცზე რომ დამირეკე. რომ რაღაც საჩხუბი გაგდა თემაა და ასე და ისე და ბაზარი და გოგო გითხრა მეც წამოვალ. არა, ასეთი რაღაც არ ვთქვი, მაგრამ ანუ 1-2 წუთში მირეკავს ჩემი ძმაკაცი ემოციებშია, რომ აი საჩხუბია და თემებია და სათხარ უეჭველი უნდა გაიჩნდა და მეც გამიხსნა. მეთქი მოვდივარ სადახა რა და აი ხოაზე ხარ გადაუდებელია და ის იქიდან მიწახი რა, ანუ მე კი არ ვეუბნები. ანუ გადაუდებელი საქმეა და შენ რო არ იყო ასე ვერ ჩაივლის თემა და მიდიო კაცო რა არის ის აუქია თუ გადაუდებელიაო, რა თქმა უნდა და აი მას რომ მომეშვა გულზე და
არც გამიცილებია. წამოვედი ეგრევე. ხამე იყო. კი. ოკეი, ანუ მაგის შემდეგ არც ქონია კონტაქტი? დაბლოკა ყველგან. არ დამბლოკია, მაგრამ წავშალე. ეგ დახვდა, ანუ იქ ჩხუბზე დახვდა ეგ გოგოზე. მაგასთან ქონდა ჩხუბი. არა, არა. და მე მადლობები გადაუხადე ჩემს მაგას რაღაცა. სუპრა უკისრე და რა დეითი მოიწყვეთ შენ განა, ანუ ნახე უკვე რაზე უთხარ, ანუ რაზე მითხარიო, რომ იმას კენი რომ კი აი ესეთ რაღაცა მომწერიო და მეთქი გოგო იყო მეთქი და ხო რა, რატო მოწერიო და მეთქი გოგო მოიყო მეთქი რაღაც ჩემ თქويرზე და არ მომეწონა და გამოპარვა მინდოდა მეთქი და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და მაგიტომ შენ და მოგწერე თქო და ოკეი. შენი ეს ეწყინებოდა? არ მგონია იცი? არა? არა. რატო გონი ეგრე? თვითონ მითხრა რომ თუ გადაულდებელი საქმეა და რაღაცა. მაგას გეტყოდა. მაგრამ ნახე რო წენოდა ხო რაღაცა ისე მიიღებდა და რაღაცა ანუ მიხვდებოდი რა, მაგრამ არ მიუღიეს. მადლობა იმ გოგოს. არა, ხო. კარგი გოგო ყოფილა. კი. ლიკა, შენ მოგვიყევი შენი დეითის შესახებ. აი ახლა სანამ ყვებოდა, ფიქრობდი, რომ აი ჩემი ყველაზე ცუდი დეითი რა იყო თქო და საბოლოოდ ბოდიში გავალ რა. არა. ანუ ბევრი დეითები არ მაქვს ესე რომ ვთქვათ რა, ანუ სამი ცალი გაქვს? კი. აი ამას მორჩებით და ორს გამოგიხო კიდე. ანუ არა, მაგას არ ვიძახი, იმიტომ რომ ვიძახი რომ ანუ ბევრი დეითები არ მაქვს რა, ძალიან ცოტა დეითები მქონდა და მაგ მომენტში. მე ზუსტად მეც ეგრე და მაგიტო ვიხსენებდი ახლა რომ აი რა შეიძლება რომ მოუყვე და გამახსენდა ერთი რაღაც. მოკლედ პარკში ვიყავი მეც თავისუფლებაზე სხვათა შორის. შენ ხო იყავი? რა მაგატრა? იუმორი. ძალიან ცუდი, არ მომეწონა. ხუმრობა მეტი. არა, ხო, ოკეი. ხუმრობა არ მომეწონა. ხო და პარკში ვიყავი, ჩემთვის ვიღაც ბიჭი მოვიდა. რაზეი მიეჩვევი. მიეჩვევი. ანუ სო დაიგეგმეს. ოკეი, პარკში იყავი? პარკში ვიყავი, ველოდებოდი ჩემ და ქალს და სანამ ჩემი და ქალი მოვიდა, ვიღაც ბიჭი მოვიდა ჩემ გასაცნობად. გავიცანი, მეც მომეწონა. მეთქი ვაუ, რა საყვარელია. ხვდებოდით ერთმანეთს 1-2-3 დღე ერთმანეთს ხვდებით და მე უკვე მაგბიც რომ ხვდებოდი, მეთქი ვაუ, რა მაგარია, რა კარგი ბიჭია. ჩემ გოგოებს ვეუბნები, რომ მეთქი ბიჭი გავიცანი ვიღაც. თურმე. ჩემ სხვა ორ და ქალსაც წერდა. და აი copy paste-ით, აი ერთნაირი ტექსტებით. კი. და საბოლოოდ, ანუ ჩემი ცუდი დეითი არ იყო, მაგრამ მაგას მოუწყე ძალიან ცუდი დეითი. ბოდიში კატა დადის და დიდი რამე მიგიღია. ბოლოს გამოვიყვანა ის ბიჭი, მეთქი აი წამოსადმე გავიდეთ და ის ორი დაქარიც გამოვიყვანა. და სამივე შევხვდით. მადლობა. რა რეაქცია ქონდა? დაიბნა. აუ ეგეთი ვისა გქონდა. დაიბნა, გაწიწნა. თუ სწორად მახსოვს, ანუ ცუდად გახდა. იმის subscriber-ის ის იყო რა, ცუდი დეითი, რომ კლასელები შეკრიბა ეგრე. კლასელები შეკრიბა. საახალო სანაცნობო. ხო, ანუ სამი ტიპი წერდა გოგოს და ერთ ადგილზე ერთდროულად, ხო, ის რო ქვია, მოიყვანა და აღმოჩნდა რომ კლასელები იყო. ხო და ანუ თქვენი ამბავი როგორ დამთავრდა, ანუ როგორ დამთავრდა და უბრალოდ შევხვდით სამივე მაგ ბიჭს, ის ბიჭი დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ჩვენ ცოტა დავცინეთ, მეთქი ფანძი ხართ და ვიშალთ. ოკეი. ეგ იყო ჩემი, მაგრამ მაგისი უფრო იყო ყველაზე ცუდი დეითი. ანუ არაფერი არ უთქვამს, რაღაც არ გაიმართლა თავი, რომ აი რა უნდა ეთქვა? ბოდიში ერთ და იგივე ადამიანი მეგონეთ და რაღაცა. ნუ არ ვიცი. დეჟავუ ქონდა ვერ მოიფიქრო მაგდენი. ოკეი. გიომ თქვა რომ ეს რქო სამი დეითი მაქო. ანუ სამი მოხევი, ეგ ორი რაც დარჩა, ანუ მაგ პირველზე საინტერესო არის რომელიმე? რა ცუდი იყო? არა, უბრალოდ კარგი მოყავი. კარგი მოყვე? არა, რაც უფრო უკეთესი იქნება და რაც უფრო ნუ კარგი ჩემ ყოფილთან მქონდა ერთი. ხო. კი, ყოფილებს არ ვიხსენებთ. ყოფილებს არ ყოფილს. ვინ ყოფილს? უი. ხო, მეტი რავი, არც არაფერი ისე. ანუ
გითხარი რა, ანუ ბევრი დეითი და რაღაცა. აი, ყოფილთან როდის დაშორდით? წელიწად ნახევრის. წელიწად ნახევრის, ხო. იმის მერე არ შევხვდი ვალ გოგოს. ანუ ეგ როგორი დეითი იყო რა? ბოლოს როგორი დეითი გქონდა? ბოლოს როგორი დეითი? უია. უია. სად ვარ? არა. არა, ის დეითი არის. შემეშალა. არა, ის დეითი არის. უბრალოდ დავწვერი და არა, ის დეითი არის. ანუ ცუდი არაფერი, მაგრამ უბრალოდ შევხვდი გოგოს, მეტი არაფერი, დეითი არ გამოდის მაგით. აი, ბიპოლარობაზე რა სიტყვი? ზე? აი, ოკეი. მომიყევით თქვენი green flag-ები და red flag-ები. დაიწყებთ და დაიწყო. დაიწყე, მსუმე ჩემი რატო გინდა? კარგი. სულ ჩემგან რატო გინდა? პასუხის მოსმენო. კარგი. red flag-ი ერთ-ერთი. ნუ რეპი გავიგეთ, ხო? ხო, ქართული რეპი და 400 ხო, ვაფშე ყველაზე დიდი red flag-ი. რატო? რავი, კინებისმეც ვერაფერს ვერ გაიგებ და რა. ან მოიცავ. просто ცეკვა. აი, არა, ვერ ვაიპოვ, მაგათ. ხო, ვისთვის როგორ ეგ არა? ხო, ვისთვის როგორ არ გეწყიდას. ერთ-ერთი red flag-ი არის ჩემთვის ის, როდესაც ბიჭ ძალიან ბევრი გოგო მეგობარი ყავს. არა, მიუღებელია ჩემთვის. რამდენია ძალიან ბევრი? აი, თუნდაც 3-4 ეგეთ ბევრია ჩემთვის. თან ძალიან ახლო, რომელსაც ყოველდღე რამდენი ნახულობს. ანუ ვერ მივხვდი როგორ მეგობარი. ანუ იმდენად ახლო მეგობარი, როგორც ჩემი ძმა. სექსი რო გაქვს რა. ერთადაც რო დავიძინოთ. აი, ბავშვობიდან ერთად რომ მოდიან? 1-2 შეიძლება, კი. ხო. იმენა ბავშვობიდან ერთად რომ მოდიან. დიდი ჯგუფი თუ იყო. ოღონდ მახინჯი უნდა იყოს გოგო, თუ ლამაზია არ გჯერა მაგას. ოკეი. ხო. რამდენი ეგეთ მეგობარი? იცი როგორ თემაა? არა. ხო, გეტყვი. ანუ ბავშვობიდან ერთად რო გავიზარდეთ რაღაცა, მასეთი, რავი, არაა ბევრი. იქნება 4-5. 4-5. არაა ბევრი. ბევრია? ძალიან. რა არის ბევრი? ანუ უკვე რო ანუ ნახე უკვე? აი, მანის უთხარი. არ დაიბნე. არ ვინ იბნევა ეს? ანუ არა, ნახე. ვინ გამოდი გარი? არა, როგორი თემა, იცი, აი, ყველა გათხოვილია. ყველა გათხოვილია? კი. რა მხოლობი არიან? რა მნიშვნელობა? შეხელები თუ არიან და გათხოვილია? ანუ არა აქვს პრობლემა მაგას? მაგაზე? არა. მოიცა, ანუ რა ხელები არიან რატო? ანუ იცი რატო? ამა. აი, შეიძლება პატარა თუ არის. ოჯახები მალე იკრევა და მაგიტო. და მე ანუ ბავშვებთან მე არა ვარ ხოლმე. ეს სამომავლო გეგმებია თუ? მე ვარ 22-ის და ჩემი თავი ბავშვი მგონია მაინც და შენ რა სიტყვაში. არა, ეგ შინაგანად კი. შინაგანად არა ზოგადადაც, აი, რავი, ბავშვი ვარ რა მაინც. ჩამოხალიბებული არ ვარ ბოლოს. ხასიათები და რაღაცა მო, ხო? კი, მაგას გულწრფელია. ხო, მაგას ვარ, შინაგანად ბავშვი ხარ. როგორ შენა ხასიათები და რაღაც. ხო, ანუ კაი, ეგრეა. ეგრე. ანუ ეგ ხო გითხრა, კაიო, მაგრამ იქ რა ხდება ისე, ანუ გადახარ. ვერა ანალიზებს გადახარშვები კიდე. აი, ოკეი. ანუ ბავშვი ხარ მეტი არა. red flag-ები. ეგ იყოს თუ? კიდე ერთი red flag-ი, აი ბავშვი ხარო რომ მეუბნება, ხო? შობლების ფულით გაბლატავებული ტიპები რა, აი საკუთარი არაფერი რო არ გააჩნიათ და დედიკოს რო დაურეკავენ, დეასი ლარი ჩამერიცხე გოგოს ვარდი უნდა უყენო, ანუ კაფეში დავპატიშო, აი. არა. მე რატომ მიყურებდო? ანუ ფუ რა, რატო? ანუ რეაქცია ქონდა მაგით. ძალიან ცუდია. ანუ ხო, რა თქმა უნდა, იგი. არა, იმენა. სულ რო არ ხო, ქონდა ეგეთ ადამიანთა ეს ურთიერთობა? კი. გამოცდილებიდან გამოდიან ისეთ გეუბნება სადაც ვისაც მე ანუ დეიძამ პატიჟებს და მე ვიხდი. მართლა ამ გადაგიხდია? კი. ოკეი. რამდენჯერმე. მაგას გეჩინა ვაფშე არ წასული გავარ. ხო რა ვქნა? გავერთ. ოკეი, სულ ეგ არის? ხო, არ ვიცი, ისეთი ძალიან red flag-ი არ მახსენდება, აი. ორი გაქვს მარტო ეგ.
არა, აშკარად კიდევ ბევრი მექნება, უბრალოდ ახლა არ მახსენდება რა. ჯერ დაელოდები გიორგის პასუხებს. შეიძლება. და მე მოგაფიქრე. შეიძლება მე მომაფიქრდეს ხა. შენ მითხარი აბა? თავიდან? Red flag-ებს რაც თავიდან? ხება, რა. თავიდან. Red flag-ებს რაც შეეხება. ძალიან ბევრია რა, აი ძალიან ბევრი. პირველი, გამოვში. გოგორო სიგარეტს ეწევა? გოგოს სტატურო აქვს? არა, მაგრამ არა. გოგორო სიგარეტს ეწევა. სიგარეტის სტატუტუ აქვს. მეორე რომ აი როიგინებიან. გამიგეძულა. როიგინებიან მესამე ძალიან მოძველ ბიჭო მეთქი რაღაც მოძველ გოგოები რო არიან აი მოძველ ბიჭო გოგოები ხო რა ეგეთი სწორად იყავი კი ხო ეს სხვა მითხრა მასეთები შეხვედრია ეგეთი გოგოები ყოველდღე ხედავ ხო მუშაობ ეგეთ ადგილზე თუ არა ანუ ქუჩაში რაღაცა რო გაივლი და რაღაცა რავი ჩემი დედა და აი ესეთები რაღაცეები ოთხონე ისენი და კრიალოსნები რო უჭირავთ ხოლმე რა ბიჭების რომ ბაცავე ხო. ოკეი. არ მიყვარს კიდევ ძალიან უსუფთავო როა. როგორ? ძალიან უსუფთავო გოგო როა. ძალიან უსუფთავო გოგო. აი ეგეც ერთ-ერთი როგორ აღოთ სხვა რაღაცას ვამბობ. ნახე როგორ რაღაცას ვამბობ. აი გარეთ რო გამოდი ძალიან ისეთი რა, აი შიშველი. შიშველი არა, მაგას არ ვამბობ. აი ძალიან კარგად როაცვია, ძალიან მოწესრიგებული და სახში რომ მიხვალ და აი საყურე. ხო რა. აი ეგეთ გოგოებს. და ზოგადად თავს რო არ უვლს, მაგალითად გოგო დაპატიჟა დეიტზე და გამოდის და აი თავი აქვს დასაბანი. მასეთ გოგოსთან არ გავიჩნდები. შემთხვევით რომ მოხდა. შემთხვევით არა. მე სულ ის გოგო ეგრევე ხო იყო და ანუ ეგრევე ხო არ იმოშვები რა. ამ ნახე ეგრევე ხო არ ხვდები. ჯერ ხო იცნობ გოგოს. საპონი წყალი გადაუვლი. ხო და ის გოგოც ხო გაიცანი Facebook-ზე თუ Instagram-ზე სადღაც შოტრელი და რო შეხვდი არ მოგეწონა. ხო, მაგრამ ნუ ის ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ხო. ფენის არ მჭირდება მაგალითად რა ვიცი. ხო, ზოგს გამომართ. ნუ კიდევ ნუ ეგ ძალიან იშვიათი, აი ძალიან იშვიათი, მაგრამ ნუ აი ძალიან ისე როაცვია ხოლმე რა. როგორ? მოკლე ძალიან მოკლე კაბები და ამოღებ ხო გამოწვეულა მოეხმარები შენ ჩემი ესმის და მაგით ხო და ანუ მასეთები ოღონდ თუ ხო რა მასეთები არაფერი კაიტები всё ხო მოჩი ოკეი საინტერესო იყო ახლა მითხარით green flag-ები და შემდეგ გადავიდეთ სტატუსაც შეეხება ოდიში სტატუსაც შეეხება რომა ნახო რა არა სტატუსაც შეეხება ეს ნანახი მაქვს ბევრი მაქვს რა ბევრი ნახე როგორი თემა აი სკოლაში რო ქონდათ ხო იცი საჯღაპნი რვეულები რო ეგეთებია აი ზუსტად ეგრევე სტატუები მაგრამ ალაგ-ალაგ როა ზოგზე ახატია ის დაჯღაპნილი რვეული აი პატარ-პატარა ლამაზი ტატუები რო აქვს ალაგ-ალაგ ეგ კაი ან მომწონს მაგაზე არა ის წერტილი როა ხო იცი ხო 4 წერტილი არა ერთი წერტილი როა ერთით მარტო ვიპარავ და აი მაგას ნიშნავს კაი green flag-ები მითხარით აი ახალი გაცნობილი რო ყავს ადამიანი და ბევრი კითხვას რო გისვამს იმისნით რომ აი მართლა აინტერესებდა მართლა უნდა რომ გაგიცნოს. ოკეი. ეგეც ერთ-ერთი ცნობის მოყვარე. ხო, ცნობის მოყვარე ეგრეც არა აი. შენი ინტერესი რო აქვს და რო გრძნობ რომ შენი ინტერესი აქვს ნამდვილად რა. კიდე ერთ-ერთი green flag-ი აი შრომის მოყვარე. ჩემი აზრით, კაცი უნდა იყოს შრომის მოყვარე და ყოველთვის აი ჩალიჩა ტიპი უნდა იყოს რაღაცას, ხო, ჩალიჩა ტიპი. მაგას უწოდებ. აი თუნდაც სამსახურში სადღაც მუშაობს, გამოგიშვებს სამსახური. მე ჩემთან მობატი. არ გინდა? არა, შენ დაიტოვე. ბოდიში. ხო და ის სამსახურიდან გამოვაგდეს და აი რო არ დაიბნევა და რო ეცოდინება რომ აი ოკეი მე აქედან წამოვედი მაგრამ აი ამას მაინც გავაკეთებ ეს მაინც შემიძლია გასაგებია კი აი ყველაფერი რო გამოსთვის რა ჩალიჩა ყველაფერში კი ტიპი კი ბატონო
კიდევ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ოჯახთან გქონდეს კიდე კარგი კონტაქტი და პატივს სცემდეს თავის ოჯახს. რომელ ოჯახს? კერავს რა უკვე რა. რომელ ოჯახს? დედა, მამა, და ძმა, არ ვიცი. ეგ ოჯახი. თუ მაგალითად ცოლს გაშორებულია და ის ოჯახიც ყავს? თუ ნორმალურად დაასრულეს ურთიერთობა, it's okay, ანუ მივიღებ მაგას. კონდეს მაგ ცოლთანაც ურთიერთობა და ბავშვი თუ ყავთ საერთო, ხო, რა თქმა უნდა კონდეს მაგ ცოლთან ურთიერთობა. ოკეი. ხო, ანუ ყველანაირ ადამიანს შეიძლება გაუგო და ყველაფერს. მე პირადად. გიორგი გისმენა? გიორგის არ მოეწონა ჩემი პასუხი. ან ნუ გოგო რო ყოფილიყავი მაქედან გამომდინარე, მასეთი ის მივიღე რა რეაქცია. მიყვარს გოგოსო დახვიწყლა დაცვია. მიყვარს მარმალადი. ანკარაც ხო, მოწესრიგებული რო არის გოგო. ასევე მოწონს, აი, შენი რო ესმის, აი, შენ ყრუ არა, ხო? არა, მაგას არ ვიცახე. ყრუმუჯები არ მინდა არა. არა, მაგას არ ვიცახე. აი, ნუ აი შენი როა რა, შენი გოგო როა იმენა. აი შენი რო ესმის რა. ტრაფიკინგის ამბავია რამე თუ? არა. ჩაურობ. ჯეკი, რაფი. დაიწყე. დამითმო ხო? აქ არის სიტყვები, აქ არის სიტუაცია. პირობა. აბა, ეს სამოიღო. მიდი. ვა. წაიკითხე. ცდარი, გრუზინი და ბოსელი. ანუ ეგ სამი სიტყვა. კი ვარ. საუბრის დაწყების დროს თავი დაკენე? საუბრის დაწყების დროს მოგდის SMS-ი, რომ ჩაგერიცხა ბიჭო, ამდენო ჩამიცხლა. რამდენი? 1 მინუტა. $1 მილიონი დოლარი. ჩაგერიცხა თუ ჩაგერიცხა? ჩაგერიცხა. ანუ საუბარი დაიწყე და ეგრევე მოგივიდა შეტყობინება რომ ჩაგერიცხა $1 მილიონი. ხო. დაიწყე და მიხვდები. ანუ ამ სამი სიტყვის თუ გინდა შეტყობინებას მე ვიძებ. ხო, ეგ თქვი. შეტყობინებას მე ვიძებ. ეკენი, ხო. ოღონდ მოიცადე? დაიწყე და ბოსელი. ოღონდ შემიძლია ნებისმიერი ხმა გქონდეს ხო შეტყობინებას. ხო, არა აქ მეგობრებო. გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი. ლიკა. სასიამოვნოა. ჩემც რაც. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. მადლობა. იცი მე წერილი მოგივიდა ყვერო. არ მოველოდებოდი. ძალიან მომეწონეთ. შოიდან დაგინახე და მოსვლა გადავწყვიტე რა. მე ზოგადად ძალიან ხრუსინი ბიჭი ვარ. ეს თავიდანვე გეტყვი რა. ხო დეიძე მინდა დაკლატიო ჩემთან ბოსელში. ხო და რამე ფილმს ჩაუჯდეთ. შეტყობინება მილიონი. ხო და ტელეფონს დახედე და მოგივიდა. ვარ მაგარ. ხო და ფილმს ჩაუჯდეთ რამეს რა. საში ფილმი გიყვარს? არა. ჩემთან ერთად ხო უყურებ? არ მგონია. ჩემი ხათრით. შენ ხათრით? ხო. შენ ხათრი არ მაქვს. გიქნება. არ გიცნობ ჯერ. ხო, ნუ ზოგადად გავიქნა. გეკნება, ნახე. საში ფილმები გიყვარს? კიდევ ერთხელ გიპასუხო? კი. არა. არა. კაი, მაშინ ჩემთან ერთად უყურებ ცდარ მოსახლოს, მაშინ ძალიან მიყვარს ეგ ფილმი და გამისწორე რა პროსტ. აი, გაგისწორებ უყუროთ აქ ფილმს. ძალიან კარგი მაგ. ძალიან კაი შედეგია, როდესაც გოგო გეუბნება, კაი გაგისწორებს რა. კაი, გაგისწორებ. ბრავო. შვენიერი, ძალიან კარგი იყო. ახლა დაპატიჟოს ლიკა. ოპა, ძალიან გაგიჭირდება. ოკეი, ყველა ხმოვანი ჩაანაცვლე 120. მაკარონი, ბეტმენი და სისხლი. გამარჯობა. გამარჯობა. ზოლიან არა. ზოლიონ. on მომოწონ მომო ხო. ono ხო.
ხა მე შოძლა ბოშ თქო ვონი გაცნობო კი ანუ ვინმე ახალ ჩატოს გადაცემა და გონია რომ ინსულტი დაემართა მაშია უბრალოდ ოკეი მონდო ჩომ თონ ლოგოპედი სოხლშო სახსიმპათიე უკვე აცადა დოკპოტოჟო ძოლიონ კორგ მოკორონს ვამზადებ ბოდოში მე თარჯმანი ვარ გიყვარს მოყორსო მოყორს მერე ომოსთონ ორთოდ ამასთან ერთად ხო გავიდი მონდო იმენ მონდო რომ ბოტმონოს მეტმენის ფოლმ იმას რატო აკეთებ არ ვიცი მე და რას ვაკეთებ მითარგმნისა ხო იმიტომ რომ ჩუბად ვავნე ვერ ხვდება რაღაც ესეთი სახით მიყურებს და არა მან რა მოხდა იცი სახში დაკპატიჟება რომ უთხარი მე წავიდა ფიქრებში და არა მე გავი ოკეი მერე ბოტმონოს ოხოლ ფოლმს ვოყოროთ ორთოდ მესამე სიტყვა რაღაც ძალიან ისე წავედი რომ ეს სიტყვა ძალიან მეტი გამომივიდა ახლა და ვერ ვუხდენ ვერაფერს ხვდები ოკეი დროზე თორე მე სისხლი მდის არა მაგას შენ ვერ რატო გდის სისხლი მაგას ვერ სხვა არღზია კაი ოკეი ჩავთვალოთ რომ ეგ არის გამოგვივიდა ეგ იყო კი ბატონო ერთჯერად ურთიერთობა ქონია როგორ ერთჯერადი ერთჯერად მაინც რა გახრი რავი ანუ რას ვერ მოხდა როგორ ახსნა კაროჩი ერთხელ ნახე ხო ანუ არა არა ოკეი ანუ ბევრ ზაუპატიჟი ვარ სახში და რაღაც მაგრამ მოყევია ვერ მოყვები არა ვერ მოყვები არა მაგრამ ანუ მე რომ მოგიყვა ხო რა გაეთ არ მოყევი მართლა თუ ისე პრობლემა არა არა პრობლემა არა ეცო ანუ ერთ გოგოს ვიცნობდი ხო და ის იყო რა ქვია ანუ ძალიან დიდი ხანი წავწევდი მაგრამ ერთმანეთს რაღაცას იმისი რა ნახევარი საათი არა ერთი თვე ცოტა მეტი ხო ნახი არ უყავდა ერთმანეთი და ის იყო რა ქვია შევხვდეთ ერთმანეთს თუ გინდა რა შენ თუ გინდა კაი თქო ხო და საათ ეგე უპასუხე ხო ანუ მე პირდაპირ ვარ ზოგადად თუ გინდა თუ კაი თორე მე არა ანუ ხო რა ანუ არა მე თუ არა იმას თუ უნდა ვინ თუ არა იმ გოგოს თუ უნდა ვის მე მეუბნე და შენ რომელი ხარ ანუ შენ ეს რო არა ვინ რა არა ვინ თუ არა ხო და კაი თუ არა კი ხო ანუ ქონია რა მქონია არა ანუ რა გიორგის ქონია one night stand-ი ვითხრა ადამიანო გავიდეთ თუ გინდა რაღაცა ანუ დეიტზე შევხვდეთ ერთმანეთს რაღაცა ესეზე ნუ ბაზარი არ არის წავიდეთ მეთქი და მეუბნება ის რაღაცას რომ აუ გარეთ ვერ გამოვა რაღაცა პრობლემები და გამოდა ანუ შენ ამოდი სახში ჩემთან და მეთქი ანუ ეგრევე რა პონტია ხო
გოგოს ეხა რაღაცა პატივი ხოვნაცე რაღაცა აი ყველი პური რაღაც არა ყველი პური არა მაგის გარეშე ხვარავალ სახში არა ეგრევე ხوار მიახტევი რა ხამი ხوار ნახა რაღაცა ხო და ციგნის ბავში ხო ჰა არა ხო და ანუ მეთქი ეს სახში რა რო შევხვდეთ მეთქი რა პონდია რაღაც გავიდეთ მეთქი რაღაც კითი და არა ვერ გამოვალ ხო და კარგი ყავ მეთქი ვაუ კარგად მოიქცა როგორც თვითონ უნდა და ისე ვერ მოხდა რა და იქნებ უბრალოდ სახში გეპატიჟებოდა რადგან იქნებადაზე ვიყო დამოკიდებული მე იქნებადაზე ჩემი და დავატიგრე იქნებაზე ვიყო დამოკიდებული შენ რა იცი რა პრობლემა ქონდა იქნებ მართლა ვერ გამოდიოდა გარეთ ანუ გარეთ გავსვას არაფერი შუაში არ არის მაგრამ აბა რა იყო შუაში კართან ეგნე მევალეები და ისე ვერ გამოვდივარ და მოდი რა შენ ეხლა რა პრობლემაც არ უნდა ყოფილიყო ნუ მივხვდი რაც ემოციას ნუ არც უთქვამს ეხლა მოდი ანუ ფილმს უყუროთ ან რაღაცა ყავა ჩაი და გალევ ანუ უბრალოდ ჩემთან ამოდი ეგრევე ხო ხო იმის მე აღარ მიმიწერია ოკეი კაი რა მაინტერესებს ანუ ერთმანეთთან რეალურად წახვიდოთ დეიძე შემდეგი კითხვა არა რატო ჩემს დიდია მაგიტო მერე რა რა მაგას რა მნიშვნელობა აქვს ხო მოი შენ ამდენი წლის ხარ 20 შენ ამდენი წლის 22 22 ანუ 2 წლით განსხვავება შენთვის დიდი არის ძალიან ძალიან კი ანუ შენი ტოლი უნდა იყოს თუ შენზე უმცროს არა ჩემი ტოლი შენი ტოლი უნდა იყოს ხო მაქსიმუმ თვეებში თუ არ განსხვავება როგორ თვეებში თუ არ განსხვავება ან თვებით არის დიდი ჩემზე ან თვებით არის დიდი კი მნიშვნელობა აქვს მაინც არა არა შანსი აი რაცა უნდა იყოს ლამა რაც როგორი აი დაუშვათ როდის გადაბადების 22 ოქტომბერს 22 ოქტომბერს 23-ში რო კონდეს შანსი არა არა 23-ში არა 21 აი ლაშვები ზმა რო იყო ჩემზე დიდი 21 ოქტომბერს რაცხა შანსი მომენტი 21 ოქტომბერსაც რო კონდეს დაბადების დღე შანსი არა всё ანუ ნახე როგორი თემა შეიძლება ეგ პირადულ როგორ ნახე ყველა ადამიანი ინდივიდუალური ვარ ხო როგორი ინდივიდუალური ვარ შენ შეიძლება მოგწონდეს შენზე დიდი გოგოები და რაღაცები ასე ხო შეიძლება ისეთებიშაც მოგეწონება არ მომწონებია ხო და ანუ მე ეგეთი ის მაქვს რა რომ ანუ ვერა რა როგორ ან რატომ უნდა იყოს გოგო ბიჭზე დიდი და იმასთან ერთად რატომ უნდა იყოს ანუ ხდება ხოლმე ანუ რატო არა შეიძლება უფრო ადრე დაიბადა ადამიანი ყალიბდებიან და გოგო თუ დაეხმარება თავის პატარა ბიჭს რაღაცეების ჩამოყალიბებაში ანუ დარწმუნებული ვარ ის მამაკაცი ბევრად უფრო მაგარი გაიზრდება ამიტომაც ანუ ასაკს დიდად დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენი პასუხი როგორ იქნება ანუ რეალურად კითხვაზე წახვიდოთ თუ არა დეიძე გიორგის აი დაუშვას რაღაც არა იმიტომ რომ ძალიან გამსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან და საერთო ინტერესები ჩემი აზრით არ გაგვაჩნია საერთოდ აი საერთოდ ერთი მოუშვათ შევსვათ სიყვარულს გავმარჯვე ხო ეგუნა მეთქვა ამ გადახოვებას გამომორჩ აკურობას გამომორჩ აი ხალს გამომორჩ 400-ს გავუმარჯვეს თქვენ იქამდე შეგიძლია გამომიწევოთ სიყვარულს გამომიწევოთ ჩემი არხი დალაიქოთ ეს ვიდეო ხალბაჟურ სიყვარულს გამომორჯოს გაზიაროთ ნუ არა და მონაწილეობა თუ გინდათ განშტოებები აქვს ესე აქან ამოდის ინსტაგრამი და მან შეგიძლიათ მომწეროთ სიყვარულს გამომორჯოს ხო და ხო ხალბაჟურს ყველნაირს ხალბაჟურს სიყვარულს გამომორჩ ყველნაირს მოდი აი ხო დალია ხო ყველნაირს დამეღალა ხელი კაი 1 2 3 წავიდა შვენიერი